სილის რაწუნას ესე ხსნი ხოლმე რომ სვენელმა ადვილად რაიგოს სილის რაწუნას ჩვენ ტერორიზმი რომ დავარქვათ სამართლებრივად მისი მას ბრალი ტერორიზმით რომ წაუყენონ ტერორისტად იქცევა მზია ამაღლობელი ვერ იქცევა ზუსტად ასეთივე ამბავია პოლიციელთან თავდასხმის შემთხვევაში ეს არ არის სამართლებრივად ეს მუხლი ეს არის манипуლირებული ბრალდება და დღეს ეს კიდევ უფრო ცალსახა და ნათელია ვინაიდან ამ ხნის მანძილზე პროკურატურამ ვერაფერი ვერ წარმოადგინა ამის დამადასტურებელი ან რას წარმოადგენდა კადრი ჩანს რაც არის ამ კადრს მიღმა ვთქვათ რატომ და როგორ მოხდა ეს ადამიანი რატომ მივიდა აქამდე ამ თვალსაზრისით გამოძიებას არაფერი რა უკეთებია და ჩვენ მისი განმარტება წარმოადგინეთ ამასთან დაკავშირებით ანუ ეს მტკიცებულება არსებობს ანუ ეს მან იცის რატომ ჩაიდინა ხომ ეს სხვას არ ეცოდინება და პრინციპში ეს არის სულ საქმის მასალები ამიტომ სასამართლოს თუ აქამდე 0% აი 0% ქონდა იმის დასაბუთების ნულოვანი ხარისხი ქონდა იმ მის პატიმრობას დღეს აი მიჭირს კი თქვა აი ხსნი დაახლოებით ესე რომ 0-ს ქვევით იმის ქვევით დასაბუთება შეუძლებელია მზიას პატიმრობის ლეგიტიმურის ამიტომ დღეს მისი პატიმრობა სრულიად არალეგიტიმური იყო მაშინ მაგრამ დღეს თვალსაჩინო მტკიცებულებები მიუტანეთ ასე ვთქვათ გავაგზავნეთ სასამართლოში